მოგესალმებით ეთერშია STASO TV-ის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის 1 სამშაბათს იხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს ხდომაზე განაცხადა, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს იგი საკანონმდებლო ორგანოს მარტის პირველ კვირაში წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს ხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და მათი საკომიტეტო განხილვების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ბიურომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მომავალ კვირას პარლამენტში პლენარული სხდომები 3 და 4 თებერვალს გაიმართება. ნათქვამია ინფორმაციაში. ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყება ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა. ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე გამართულ აქციას. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ადამიანები ზიზღს აფრქვევენ უნივერსიტეტის პროფესორების, რექტორებისა და პროფესორების მიმართ. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. პაპუაშვილის თქმით, არავისთვის მთავარი ამოცანა შენობების გაყიდვა ან გასხვისება არ არის. არამედ მთავარი არსი არის ხარისხიანი განათლება. ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლო არის ორივე უნივერსიტეტისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამით გვექნება უმაღლესი დონის განათლება, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების წინადადებაა, რომ ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია 14 დეპუტატისგან იყოს დაკომპლექტებული. პაპუაშვილის ინფორმაციით, დეპუტატების რაოდენობა პარტიების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება: 7 წევრი ქართული ოცნებიდან, 3 ხალხის ძალიდან, 3 საქართველოსთვის ფრაქციიდან, 1 ევროპელი სოციალისტებიდან. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. სად არის გამოწვევები, ხარვეზები მთლიანად ამ ჯაჭვში ამას შევისწავლით და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ. სად რა არის შესაძლებელი. ჩვენ წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს, ამიტომაც არის კომისია და მოკვლევა ხდება საკითხის, განაცხადა პაპუაშვილმა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს პარლამენტში, უკვე ინიცირებულია. პროექტის მიღების შედეგად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა შესაძლებელი გახდება. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისდებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას. ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით პარადში. EUTOS მოსკოვის მექანიზმის ამუშავება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიგნალია. ეს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ოცნების დასასჯელად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია EUTOS მიერ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას. როგორც ხოშტარია წერს, ასეთი ნაბიჯები არ იდგმება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, ისე რომ შემდეგ ნაბიჯებზე არ იყოს ნაფიქრი. ბოლომდე ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხე, წერს ხოშტარია. შეგახსენებთ, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო EUTOS 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ეს ყველაფერი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. ამასთან იცვლება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა, გათავისუფლების წესები, ისე სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანოს იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი. სამხრეთ კორეულ გამოცემა კორეა ჰერალდთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოფლის მომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. როგორც სამხარაძემ გამოცემას განუცხადა, საქართველო-კორეის ყოფლის მომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და იურიდიული ჯგუფები მიმდინარე წელს ხელმოწერისთვის ტექსტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობენ. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიედ ალი მოჯანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრისას საუბარი შეეხო რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია ადამიანებში. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია. ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კი კარანტინშია. ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით. ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრა მისთვის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივე არაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა და ემოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას სურს ომის რეალურ დასრულებაზე კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევა. შეხვედრა, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება, მაგრამ თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამას მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია რა ხდება, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან მისი თქმით, ლიდერებს შორის შეხვედრის ნებისმიერი რეალური ფორმატი მისაღებია უკრაინული მხარისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევების სხვა მიზეზებთან ერთად გამოწვეულია ჰიპოთერმიით, ნახშირჟანგით მოწამვლით და ავტომობილებთან, ციგებსა და თოვლის საწმედ მანქანებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებით. გადაუდებელი დახმარების სამსახურები ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობას აგრძელებენ. მხოლოდ მისისიპის შტატში ელექტროენერგიის გარეშე 95,000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი. ამასთან ელექტროენერგია 93,000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ტენესის შტატში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა. მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფათოა კანადისთვის, აღნიშნა ტრამპმა. მანამდე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან თბილი და კარგი შეხვედრები ჰქონდა. ჩვენ თბილად ვითანამშრომლეთ და რეალურად მივახციეთ გარკვეულ პროგრესს, რადგან დიდ ბრიტანეთს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეკინში. გაერთიანებული სამეფოს ჩინეთის ბიზნეს ფორუმის შეხვედრაზე ის უვიზო მიმოსვლისა და ვისკის ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებებს მიესალმა. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. უმკაცრესად ვგმობ რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის სამოქალაქო ენერგოინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრებ, წერს მერცი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა სჭირდება. ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება თუ მათი გამოყენება არ დაგჭირდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. შეკითხვაზე, ხონდა თუ არა საუბარი ირანთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გეგმავს თუ არა ამას აშიშის პრეზიდენტმა უპასუხა. მქონდა და ვგეგმავ, ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძლიერი მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება თუ მათი გამოყენება არ დაგჭირდება. შეკითხვაზე, რა გზავნილი გაუზიარა ირანელებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანულ მხარესთან საუბრისას 2 მოთხოვნა ჰქონდა. ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.